დღესვე მიხეილ სააკაშვილი შუალედური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის მოსახლეობას შეხვდა. სააკაშვილი თელავის თეატრში სიტყვით გამოვიდა და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირდა, რომ 2012 წლისთვის თელავის ყველა მცხოვრები წყალს თავდაპირველად დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში მიიღებს. 2013 წლიდან კი წყალი უწყვეტად წამოვა. თელავში წყალმომარაგების პრობლემა წლები არსებობს. მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თელავი უნდა გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა რუსულ ემბარგოსა და იმ პერიოდზე, როდესაც საქართველოდან ღვინის იმპორტი შეიზღუდა. პრეზიდენტის თქმით, კრემლმა ეს ქმედება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ხალხის დასაპირისპირებლად გააკეთა, თუმცა გეგმა ჩაუვარდათ. მიხეილ სააკაშვილმა თელავის ყოფილი მაჟორიტარი გია არსენიშვილი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გია არსენიშვილის კვალს ღირსეულად გააგრძელებს. კახეთში ბევრი რამ მკეთდება, სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლის წყაროლში, ყვარელში, ლაგოდეხში, ბევრი რაღაცა იცვლება ახმეტაში. და ეს არის განსაკუთრებული კუთხე საქართველოში, მაგრამ არავის არც ეწვით არ გვავიწყდება, რომ კახეთის ცენტრი და საქართველოს ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რა თქმა უნდა, არის თელავი. და რაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ, რამდენიც არ უნდა ახალი რაღაცა შეიქმნას, მე ყოველთვის ვიტყვი, რომ თელავი იმსახურებს კიდევ უფრო მეტს და ბევრად მეტია გასაკეთებელი. ეს არის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ისტორიული რაღაცა გააკეთებთ თქვენ ბოლო წლების განმავლობაში. 2005-ში უკვე იწყებოდა სერიოზული მოძრაობა, გავდიოდით ბაზრებზე, მათ შორის ღვინის ბაზრებზე, უკვე დაიწყო სახლების შენელობა, ფული გაჩნდა ხალხში და მე 2006-ში ხლიცა რუსეთმა, პუტინმა უпроსტად და შემოიღო ემბარგო და პირდაპირ გულში დაარტყა კახეთს, პირდაპირ დაარტყა თელავს. და გასვლა იყო იმაზე, რომ რა თქმა უნდა, უკმაყოფილო კახელები, პირველ რიგში თელაველები, იმიტომ რომ აქ იყო ცენტრი, აქ მოდიოდა ფული, გამოვიდოდნენ ყველა ერთად, აიღებდნენ ხელში ჯოხებს, გარეკავდნენ ამ მთავრობას, ჩააბარებდნენ მტერს ციხის კარებს, გაუღებდნენ, შემოუძღვებოდნენ და საქართველოს ისევ ჩაბარდებოდა, იმიტომ რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ აქედან იქნება საქართველოს განწყობები და ყველა პირდაპირ იქ დაგვარტყეს, სადაც იქნებოდა საქართველოს განწყობები. და მინდა გითხრათ, რომ თელაველებმა უპასუხეს მათ იმსევე, როგორც პასუხობდნენ შახ-აბასს, რომელსაც გაჩიხავენ ნახე. როგორც პასუხობდნენ მანამდე უამრავ დაპყრობელს. როგორც პასუხობდნენ მე-19 საუკუნეში შეკიდე რუსებს, როცა აქ იყო თავარი აჯანყებები იმპერიული მმართველობის წინააღმდეგ. როგორც პასუხობდნენ 1000 გვარ შემოსეულ ტერს და ბოგანოს, რომელიც დადიოდა ყველაზე ნაყოფიერ, ყველაზე საინტერესო მიწას საქართველოში, ყველაზე უფრო შრომელ ხალხთან მათ დასაწიოკებლად და დასაბრალად. მათ უპასუხეს ერთიანობით, სიმტკიცით და ყველაზე მაგარი ქართველობით, როგორც როდესმე შეიძლება გამოიჩინოს ადამიანმა საქართველოს ისტორიაში და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ დაანჯეს საქართველოს სახელით. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ დავკარგეთ წლები, რა თქმა უნდა. და ეხლა მოდივარ ვენახებიდან და ის რაც უნდა მოხდარიყო 5-ში, 6-ში აი ეხლა თან და დავიბრუნეთ ეს ყველაფერი, ეხლა აღვედგინეთ ძველი დონე, ახლა გავდივართ ახალ ბაზრებზე. მაგრამ ერთი რაღაცა უნდა იყოს, რომ მიუხედავად რომ გარშემო ბევრი რაღაცა გეკეთება, ეხლა ყვარელში ვიყავი, სადაც დურუჯის პაილიას გაკეთდება, ლოპოტა გაკეთდა, ყვარელი გაკეთდა, გვერემი გაკეთდა, ნეკრესი გაკეთდა. მანამდე კაჭრეთში ვიყავი, სადაც ძალიან კარგი ტექნიკური სასწავლებელი გაკეთა, იქ გარშემო კეთდება, მათ შორის გურჯაანში ზემოთ ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცეები კეთდება, ტურისტული ობიექტების თვალსაზრისით ახალი საწარმოები იქნება, მაგრამ თავარი რაც უნდა გაკეთდეს, რომ თელავი მან დაიბრუნოს ეს ფუნქცია, როგორც ცენტრმა, რეგიონის და საქართველოს თავარი მიზიდულობის ცენტრმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრმა. იმიტომ რომ მარტო რომ უყურებთ, ამხელა ბრენდებია ჩვენ გარშემო. აი თქვენ გარშემო ყველას. ყველა სოფლის დასახელება არის უფრო ნაცნობი. აი გარშემო. ნებისმიერ რუსისთვის, უკრაინელისთვის, ყაზახისთვის, პოლონელისთვის, ვიდრე ბორდო ან რომელიმე სხვა ფრანგული დასახელება. ისტორია თქვენი, ჩვენი ესე იგი.
იცის ნახევარმა მსოფლიომ ზეპირად. დღემდე მისტირიან დამყარებელები აქაურობას. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები და მე ნამდვილად არ მოვედი აქ იმისათვის, რომ ზოგადი პატრიოტული სიტყვები წარმოთქვა. თელავი უნდა გახდეს ცენტრი. ჩვენ ვიცით გავაკეთეთ გომბორი, ამან ორჯერ შემცირა გზა. და იქ სხვადასხვა მოსკოვიდან რომ აი ეს რაღაცა იქ კიდევ ზვავია, რაღაც ჩამოინგრა, რაღაც გაკეთე, ეს ყველაფერი არის სული ტყუილი, გაკეთე უმაღლესი ხარისხით. რაღაცეები დავტოვეთ იმისაც რომ მომავალწელს დავკვირებოდით, ახლა ბოლომდე დაფიქსირდა ყველაფერი და ეს გზა ყოველთვის იქნება კარგ მდგომარეობაში. მეორე რაც არის, აქ არის ცხოვრების ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას კარგი. თელავში მთავარი პრობლემა იყო ყოველთვის წყალი, მათ შორის კომუნისტების დროს. ჩვენ დავიწყეთ წყლის პროგრამა, ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ გვექნება ყოველდღიურად მინიმუმ 10 საათიანი მოწოდება ყველას და 2013 წლის ბოლოს, როგორც ვაკეთებთ, თელავში იქნება 24 საათიანი წყლის გაფიგი ყველა ოთახში, ყველა უნკრაინი და ყველა უფლებე ოჯახი. მეორე რაც არის პირველი ადგილია კახეთი საქართველოში, პირველი რეგიონი და ეს პროგრამა დაიწყება თელავიდან. უკლებლივ ყველა სოფელში, სადაც კიდევ არ არის მისული. და უკლებლივ ყველა სოფლის ცენტრში. გაკეთდება კარგი უმაღლესი კლასის გზა, როგორც უნდა იყოს ჰოლანდიაში, შვედეთში, ავსტრიაში, იქნება ასევე აქ. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ არის ბევრი სოფლის მოსახლეობა, აქ ასევე არის კულტურის ცენტრი. ამიტომ მაგალითად, გავაკეთეთ ეს შვერიერ თეატრი და მიხარია რომ აქ არის და ძალიან საინტერესო ცხოვრება მოდის, მაგრამ აუცილებლად აქ უნდა იყოს მუდმივი კულტურული ცხოვრება. ამას წინათ შევხვდა სხვადასხვა და მე მინდა გუბერნატორს უთხრა, რამდენიმე მუსიკოსია გარშემო და ძალიან კარგი მუსიკალური სასწრებელია თელავში. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ადგილობრივი სიმფონიური ორკესტრი. აუცილებლად ყველა მუსიკოსი უნდა იყოს დასაკვირველი. აუცილებლად მეტად უნდა მივხედოთ ფოლკლორს. აუცილებლად მეტად უნდა მივხედოთ სასაყვარლო ჯგუფებს, იმიტომ რომ აქ არის ოქროს საგანძური, რომელიც აქვს საქართველოს. ახალგაზრდობისთვის აუცილებლად უნდა შევქმნათ ახალი დასაქმების ცენტრი, უფრო დიდი ვიდრე არის, უფრო კარგად მომზადებული, უფრო კარგი გადამზადების კურსებით. იმიტომ რომ აქ არის ძალიან გონიერი და ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა. ერთ სიტყვით თელავი უნდა ვაქციოთ, არა უბრალოდ მე ძალიან კარგად მესმის რა გაჭირობაც არის. მე ძალიან კარგად მესმის ოჯახები, რომელიც ამდენი წელიანად ელოდებიან თვალსაჩინათეს. ძალიან კარგად მესმის, როცა თელ საქართველოში და აქაც ზოგან საბავშვო ბაღი გაძვირდა, ზოგან ყურნალობის სახები გაძვირდა, პროდუქტები გაძვირდა, თელი რიგი ეხლა ცოტა შეჩერდა, მაგრამ წინა თვეებში კატასტროფა დაგვარტყა, საწვავი კატასტროფულად გაძვირდა და რა თქმა უნდა შემოსავლები ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ეწევა. მაგრამ ის რაც არასდროს არ ყოფილა აქ საბჭოთა დროსაც კი. ჩვენ აქ გავაკეთებთ თანამედროვე საწარმოებს. ჩვენ ვაკეთებთ აქ ვაქცევთ კახეთის ტურიზმის ცენტრად, იმიტომ რადგანაც იყო ყოველთვის მეწვენი ძროხა. მე ძალიან კარგად მახსოვს, კახეთის ფუნქცია იყო წელიწადში ერთხელ ხრთველი, მერე დაყოლება ბარიერების ღიპიანი გაიშნიკების ყოველ ნაბიჯზე, სავარგულების გახსნა, ახალგაზრდებს უყვებით, რომ თქვენ ჩემი ასაკის ხალხს დიდი ხანია გახსოვთ, რა თქმა უნდა, სავარგულების გახსნა, აბა სადმე ერთი პატარა პაკეტი ყურძენი ხوار მიგაქვს შემთხვევით. იმიტომ რომ ყურძენი ყველაფერად ჩაბარებული იყო. შევარნაძის უნდა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობა, აქედან ხდებოდა კარიერის გაკეთება. მერე უნდა მოსულიყო ჩვენი მეღვინეები და არავის არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ ბევრი უფასო კუჩაკარი ჩაეყარათ და ამ ღვინისგან გადაგაეკეთებიათ სიროფი და კამპოტი. მერე ვიღაცას ფული უნდა მოეწრათ, მერე ეს ფული უნდა გადანაწილებულიყო ერთი რეგიონი რამდენიმე ასეულკაცში და თქვენ უნდა ყოფილიყავით უბრალოდ იმათი ესე ტაშის დამკვრელები და რო ჩამოსულ ორდენებს რო ჩამოკიდებდნენ ხოლმე, ამი უნდა გახარებოდათ, თვითონ თქვენ ამითი რამე გემატებოდათ. შეიცვალა ფსიქოლოგია მთლიანად. კახეთი არის არა მხოლოდ ყურძნის ცენტრი, თუმცა ყურძნის ცენტრია და თელავი არამედ უნდა იყოს თავარი ტურისტული ცენტრი საქართველოს. ყველაზე კარგი კლიმატი, ყველაზე კარგი სტუმართმოწმობა, ყველაზე კარგი ბუნება და რაც თავარია, ყველაზე კარგი ხალხი. და იცით ხშირად ამბობენ, რომ აი სადაც ჩადის სააკაშვილი, იძახის, რომ აი ყველაზე მაგარი ხალხი არის ერთხელ სამეგრელოში. მერე ყველაზე მაგარი ხალხი არის სვანეთში. რა ვქნა, აქ ვარ და ვხედავ, რომ ყველაზე მაგარი ხალხი ხართ ახლა. რა ვქნა ახლა, რა ვღო. და ეს ზოგადი ლაპარაკი არ არის. თქვენ ეს დაამტკიცეთ წარმოუდგენელი შრომით, წარმოუდგენელი თავდადებით, წარმოუდგენელი ოფლის ხვით და სისხლის ხვით, მათ შორის საქართველოს დასაცავად. და როგორც არასდროს შემიძლია თქვა, რომ საქართველოს თავისუფლების დროშა ძალიან ამაღად ფრიალებს სწორედ დღეს აქ თელავში, იმიტომ რომ თელავი არის რეგიონი, რომელიც გაიმარჯვა, აქაურობა არის ადგილი, რომელიც გაიმარჯვა ემბარგოზე.
გაიმარჯვოთ პროვოკაციებზე, გაიმარჯვოთ ძალადობაზე და კრიმინალზე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ უმუშევრობაზე და გაჭირვებაზე, იმიტომ რომ არ არის ეს ბუნებრივი მდგომარეობა აქაურობის. რაღაცეები დაიძრა, მაგრამ თელავი იმსახურებს უკეთეს და ყველანი იმსახურებს უკეთეს და ყველამ უკეთეს ყველანი ერთად შევხვდით. დანარჩენ მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ რა თქმა უნდა, არ ჭირდება ამ კაცს, ადგილობრივია რაც თავარია და მე მინდა თქვა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია გია არსენიშვილი. ეს იყო კაცი, რომელიც აი მართლა ჩემთვის თუ რამე იყო სიდარბაისის, ინტელიგენტობის, წესიერების და აი რაღაცნაირი განსაკუთრებული გამჭირვების განსახიერება იყო გია არსენიშვილი. აი ყველა ეს მე ვიყავ იმ საშინელ მთავრობაში, სადაც ყველა იპარავდა და ყველა მამაცაღლობდა, ყველა ინტრიგანობდა, ყველა ზირს უთხიდა, ყველას ბოდიში ერთად ეკიდა ფეხებზე საქართველოს. იქ იყო გია არსენიშვილი ჩემთან ერთად. თუ კი სუნთქვის საშუალება მქონდა და თუ რაღაცა კიდე რაღაცის კეთების უნარი, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრი ვიყავ, უცილოდ პატარ-პატარა რაღაცები გამოუმჯობესებია, ხოლო იმის გამო კი იყო კიდე იმ დარბაზში ერთი წესიერი კაცი. ერთი თავდადებული კაცი, ერთი პატრიოტი და ერთი ნამდვილი კახელი და ქართველი და ის მათ უსწრებდა მას უღმრებდა. ამიტომ ის ჩვენ შორის აღარ არის და ეს არის ტკივრეული რამ რაც ხდება. ამის სწორედ ამის კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ ეს შეუცვლელია გია, რა თქმა უნდა არის ადგილობრივი თქვენი პატრიოტი და თავდადებული დამცველი ჩვენი ვასიკო. ეს არის და მადლობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმედიანი სიტყვა, რომელიც გვაიმედებს და დიდი იმედებით გვავსებს. ყოველთვის გვჯერა მაგის წყალი, გზა, ყველაფერი გაგვიკეთა და იმედი გვაქვს უფრო მეც გააკეთებს და უფრო წინსვლა გვექნება და უფრო კარგად ვიქნებით ამის შემდეგ. ჩვენი შვილები უფრო ბედნიერად იცხოვრებენ. ყოველთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამოსვლა, დღეს გამოირჩეოდა, იმიტომ რომ უამრავი ახალი პროექტი წარუდგინა თელაველებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, რომ ისინი სიტყვას ასრულებენ. ძალიან ბევრი სასიხარულო პროექტია, იგივე წყალი, იგივე ინფრასტრუქტურა და ძალიან ბევრი ინოვაცია, რაც დღეს მან წარუდგინა თელაველებს.